18 აგვისტოს სვანეთში ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებული შემოქმედებითი საღამო ელოდებათ. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობილ ანსამბლებსა და გამოფენას უმასპინძლებს. პროგრამას 18 საათიდან გახსნის ფოტოგამოფენა კადრები აფხაზეთიდან, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უნიკალურ ფოტომასალას ომამდელი აფხაზეთიდან. 19 საათიდან კი სცენა აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ შავნაბადას დაეთმობა, რომელიც მაყურებლის წინაშე ტრადიციული ხალხური რეპერტუარით წარდგება. საბედნიეროდ, აგვე მე რამდენად უწევს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ შავნაბადას სვანეთში კონცერტის ჩატარება და ამ ეგიდით რომ ეს კონცერტი აფხაზეთის ტკივილის შეხსენებისთვის ხდება. მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე მონაწილეობის მიღება ისეთ ღონისძიებებში, რომელიც აფხაზეთობას, აფხაზეთს ეძღვნება და ძირითადად ხდება ხოლმე ეს სამეგრელოში, ან ძირითადად კოლხეთის ნაწილში, ძველი კოლხეთის დაბლობში. მაგრამ ის რომ მთელ საქართველოს უნდა შევახსენოთ ეს აფხაზეთის ჩვენი ტკივილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაც განსხვავებული იქნება. ჩვენ მოვყვებით აფხაზურ მუსიკაზე, ჩვენ ვიტყვით აფხაზეთის მუსიკისა და მეგრული მუსიკის, ზოგად ქართული მუსიკის ურთიერთობაზე და რაც შეეხება რეპერტუარს გარდა მუსიკისა, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ სხვა იმ სიმღერებს, რომელიც შავნაბადას რეპერტუარიდან ყველაზე მეტად ცნობილია ბოლო პერიოდში. ღონისძიებას ასევე შეუერთდება აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი, რომელიც საღამოს შთამბეჭდავი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დაასრულებს. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი მაყურებელს წარუდგენს პროგრამას ქორეონიკონიდან. პროგრამაში თავმოყრილია სხვადასხვა კუთხის, ჟანრის ცეკვები. ველოდებით ყველას, ვისაც სურს ეზიაროს ქართულ ცეკვებსა და ფოლკლორს. შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ამ ლამაზი და ემოციებით დატვირთული საღამოს ნაწილი.